ჩვენ ხშირად ვიყენებთ მედიკამენტებს ექიმის დანიშნულების გარეშე და მიმართავთ თვითმკურნალობას. ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში. მიიღეთ კვალიფიციური კონსულტაცია და ენდეთ მხოლოდ პროფესიონალი ექიმების რჩევას. ჯანდაცვის მოწინავე სისტემების ბიურო. ტელეფონი 224 15 05. დღეს მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ მედიკამენტებზე ვისაუბრებთ. ანტიბიოტიკები ჩვენს ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობენ. ბევრი თავად იღებს გადაწყვეტილებას მიიღოს თუ არა ანტიბაქტერიული პრეპარატები. დაივიწყეთ მეზობლების, მეგობრების, კოლეგების რჩევები. დაიმახსოვრეთ, ანტიბიოტიკებთან თამაში აკრძალულია. მათი მიღებისას სიფრთხილე გმართებთ. მედიკამენტების ეს ჯგუფი ერთხელ მაინც ყველას დაგვჭირვებია, მაგრამ საქმეზე რომ მიდგება, აღმოჩნდება, რომ მათ შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. რა არის ანტიბიოტიკი? როდის არის საჭირო ანტიბაქტერიული პრეპარატების დანიშვნა? როგორი ფორმით შეიძლება დაენიშნოს პაციენტს ანტიბაქტერიული პრეპარატი? მიღების რომელ გზას ენიჭება უპირატესობა? როგორ უნდა განისაზღვროს დოზირება? რატომ არის აუცილებელი ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღება მკაცრად განსაზღვრულ დროს? ყველა ამ შეკითხვაზე პასუხი გაცემულია. ანტიბიოტიკები მედიკამენტებია, რომლებიც კლავენ ბაქტერიებს ან ხელს უშლიან მათ გამრავლებას. ანტიბაქტერიული პრეპარატები დადასტურებული ინფექციის შემთხვევაში ინიშნება. მარტივად რომ ვთქვათ, ანტიბიოტიკი მიიღეთ მაშინ, თუ დაავადება ბაქტერიას უკავშირდება. ექიმი ანტიბიოტიკს ნიშნავს მკაცრად განსაზღვრული დოზით და ზუსტად მითითებულ დროს. ანტიბიოტიკებით მკურნალობის ოპტიმალური რეჟიმის შესარჩევად სასურველია დაავადების გამომწვევი მიზეზი ზუსტად ვიცოდეთ. ამის გამო ექიმი უმეტესად ემპირიულ მკურნალობას მიმართავს. ანტიბაქტერიული მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციაზე. მკურნალობა მხოლოდ პაციენტის სრული გაჯანსაღების შემდეგ უნდა შეწყდეს. ანტიბაქტერიული პრეპარატის მიღებამდე გაითვალისწინეთ. არ მიიღოთ ანტიბიოტიკები გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს. მკაცრად დაიცავით დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა. სწორედ შეუთავსეთ ანტიბიოტიკის სხვა წამლებს და საკვებს. დაიმახსოვრეთ, ანტიბიოტიკებმა შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიონ. ზოგიერთის მიღება შესაძლოა მოყვეს სიცოცხლისთვის საშიში გართულება, ანაფილაქსიური შოკი. შესაძლოა განვითარდეს ანემია, რაც სისხლში ჰემოგლობინის მკვეთრად შემცირებას ნიშნავს. შეამოწმეთ ვარგისიანობის ვადა. ექიმის კონსულტაციის გარეშე არ მიიღოთ ანტიბიოტიკი ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. ბავშვებთან მიმართებაში გააკონტროლეთ ანტიბიოტიკის დოზა. არასდროს არ მიიღოთ ალკოჰოლური სასმელი ანტიბიოტიკთან ერთად. ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს მოერიდეთ მზის სხივებსა და სოლარიუმში სიარულს. მიუხედავად იმისა, რომ ანტიბიოტიკები მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა და სამედიცინო სასწაულებადაა მიჩნეული, მათი მიღების დროს სიფრთხილე გმართებთ. მთელ მსოფლიოში აქტუალურია ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ რეზისტენტობის პრობლემა. რეზისტენტობა იმდენად სწრაფად იმატებს, რომ არ გამორიცხავენ მისი ჩამოყალიბების სისწრაფემ გაუსწროს ახალი ანტიბაქტერიული პრეპარატების შექმნის ტემპს. ანუ ჩამოყალიბდეს მიკროორგანიზმი, რომლის საწინააღმდეგო ეფექტური ანტიბაქტერიული პრეპარატი ჯერ არ შექმნილა. ანტიბიოტიკო-რეზისტენტობასთან ბრძოლის წესები ასეთია: არ მივიღოთ ანტიბიოტიკი, როცა ის საჭირო არ არის. ანტიბიოტიკით დაწყებული მკურნალობა ბოლომდე მივიყვანოთ. არ შეიძლება მცირე დოზის გამოყენება. გამოიჩინეთ სიფრთხილე, გაითვალისწინეთ ექიმის რჩევები, გიყვარდეთ საკუთარი თავი. თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს ჯანდაცვის მოწინავე სისტემების ბიურო, რომლის მიზანი მოსახლეობისთვის ხელშეწყობაა ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით მაღალეფექტური მკურნალობის ჩასატარებლად. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ უფასო სატელეფონო კონსულტაცია კვალიფიციური ოჯახის ექიმისგან ნომერზე 224 15 05. ჩვენ ხშირად ვიყენებთ მედიკამენტებს ექიმის დანიშნულების გარეშე და მიმართავთ თვითმკურნალობას. ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში. მიიღეთ კვალიფიციური კონსულტაცია და ენდეთ მხოლოდ პროფესიონალი ექიმების რჩევას. ჯანდაცვის მოწინავე სისტემების ბიურო. ტელეფონი 224 15 05.